გინდა იცოდე როგორ აღარასოდეს გაბრაზდე. როგორ შეხედო ადამიანს, რომელიც აქტიურად ცდილობს შენი სიმშვიდის განადგურებას და აბსოლუტურად არაფერი იგრძნა. საზოგადოება გეუბნება, რომ ბრაზი ბუნებრივია. გეუბნებიან, რომ მართო ის დაითვალო 10-მდე, ხმად ჩაისუნთქო. გატყუებენ. ბრაზი არ არის საკუთარი თავის ბუნებრივი გამოხატულება. ეს ბიოლოგიური მორჩილებაა. ყოველ ჯერზე, როცა წყობიდან გამოდიხარ, ხელს აწერ კონტრაქტს, რომელიც შენი ნერვული სისტემის დისტანციურ პულსს იდიოტს გადასცემს. შენ მარიონეტივით იქცევი. მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური არქიტექტურა, ცივი, გათვლილი დისტანცირების მეთოდი, რომელიც ბიოლოგიურად იმუნურს ქმნის უპატივცემულობის მიმართ. როგორც კი გაიგებ, როგორ არის დაგებული მახე, მასში აღარასოდეს გაებმები. ფაზა პირველი. ტრიგერის მახე. რატომ ბრაზდები? გგონია იმიტომ, რომ ვიღაცამ ზღვარს გადააბიჯა. გგონია იმიტომ, რომ ისინი ცდებიან და შენ მართალი ხარ. გგონია, რომ ეს სამართლიანობის გამოხატულებაა. არა. შენ ბრაზდები იმიტომ, რომ შენი ეგო სასოწარკვეთით ცდილობს დაიცვას შენი იდენტობის მყიფე პროექცია. ბრაზდები, რადგან რაღაც ქვეცნობიერ დონეზე გეშინია, რომ შეიძლება მართლები იყვნენ. ანუ არესი, გეშინია, რომ მათი აზრი შენზე სინამდვილეში შენს რეალობას გარნახობს. დააგვირდი შეურაცხყოფის მექანიკას. შეურაცხყოფა არ არის იარაღი. ეს არის მოწვევა. ეს არის ტესტი იმის სანახავად, ხარ თუ არა საკმარისად სულელი, რომ ჩამოხვიდე შენი ტახტიდან და ტალახში იბრძოლო. 1809 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა თავისი საგარეო საქმეთა მინისტრი ტალეირანი კუთხეში მოიმსხდია. ნაპოლეონი განრისხებული იყო, ყვიროდა, შეურაცხო ტალეირანის ლოიალობა, მისი ინტელექტი, მისი ღირსება. მან მთელი კაბინეტის წინაშე ძალადობრივი თეატრალური ისტერიკა მოაწყო. ტალეირანი იდგა უძრავად, უშფოთველად. მისი სახე ზრდილობიანი გულგრილობის ნიღაბი იყო. როდესაც ნაპოლეონი ბოლოს სუნთქვაშეკრული და სახეაწიწლებული გავარდა, ტალეირანი დამსრეებს მიუბრუნდა და ჩუმად თქვა. რა დასანანია, რომ ასეთი დიადი კაცი, ასეთი ზრდილობა მოკლებულია. ვის ჰქონდა ძალაუფლება იმ ოთახში? იმპერატორს, რომელიც ბავშვივით ყვიროდა, თუ მინისტრს, რომელიც მას ნიმუშივით აკვირდებოდა? როდესაც რეაგირებ, შენ მეორე ადამიანს შენს დონეზე ამაღლებ. ადასტურებ მათ არსებობას. ეუბნები მათ. შენს სიტყვებს აქვთ ძალა. შეცვალონ ჩემი გულის სემა. საკმარისად მნიშვნელოვანი ხარ იმისთვის, რომ დაარღვიო ჩემი ბიოლოგია. შენ არსებითად მათ გამო სისხლისგან იცლები. შეწყვიტე სისხლდენა. დანიელ გოულმანის კვლევა ემოციურ ინტელექტზე ხაზს უსვამს ფენომენს, რომელიც ცნობილია როგორც ამიგდალას, ნუშისებრი სხეულის გატაცება. როდესაც ტრიგერდები, შენი ტვინის პრიმიტიული რეპტილიური ნაწილი ძლევს პრეფრონტალურ ქერქს, ლოგიკის, სტრატეგიისა და თვითკონტროლის ევოლუციურ ცენტრს. გავრაზებისას შენ სიტყვასიტყვით უფრო სულელი ხდები. კარგავთ დომას შენს უმაღლეს აზროვნებაზე. უბრუნდებით ცხოველურ მდგომარეობას. მანიპულატორებმა ეს იციან. ბნელი ტრიადის პიროვნებები სწორედ ამაზე ნადირობენ. ისინი იმიტომ კი არ გჩხლეტენ, რომ ზულ ხარ, არამედ იმიტომ, რომ უნდათ ნახონ, შეძლებენ თუ არა შენს აცეკვებას. თუ შეუძლიათ შენი გაბრაზება, ისინი გფლობენ. მათ შეუძლიათ შენი შემდეგი სulis პროგნოზირება. მათ იციან, რომ იყვირებ, იწუწუნებ ან ნაჩქარევ, დესტრუქციულ გადაწყვეტილებას მიიღებ. ხდები მანქანა, რომელიც პროგნოზირებად კოდზე მუშაობს. ქსიამოვნებს იყო პროგნოზირებადი. ქსიამოვნებს იმის ცოდნა, რომ ნებისმიერს იაფფასიანი შეურაცხყოფით შეუძლია მოვიდეს შენთან, დააჭიროს ხილაკს და უყუროს შენს დაშლას. ყოველ ჯერზე, როცა ბრაზდები, მუშაობ იმ ადამიანისთვის, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენა. აკეთებ ზუსტად იმას, რისთვისაც მათ დაგაპროგრამეს იმ მომენტში. თმობ საკუთარ მიზნებს, რათა მონაწილეობა მიიღო მათ ავადმყოფურ თამაშში. უარი თქვი თამაშზე, როგორ გააკეთებ ამას? არა ბრაზის ჩახშობით. ჩახშობა მხოლოდ გადავადებული აფეთქებაა. შენ ამას აკეთებ იმის ფუნდამენტური შეცვლით, თუ როგორ აღიქვამ ტრიგერს. ფაზა მეორე. სუვერენული ნაპრალი. ვიქტორ ფრანკლი აუშვიცის ბანაკს გადაურჩა. დაკარგა ოჯახი, თავისი ცხოვრების ნაშრომები, ღირსება. გაიარა საშინელებები, რომლებიც ანგრევს ადამიანის გონებას. მიუხედავად ამისა, დედამიწის ყველაზე ბნელ ადგილას მან აღმოაჩინა ფსიქოლოგიური იარაღი, რომლის კონფისკაციაც არცეთ მცველს არ შეეძლო. მან გააცნობიერა ღრმა ჭეშმარიტება. იმას შორის, რაც შენს თავს ხდება და შენს რეაქციას შორის, არის სივრცე. ამ სივრცეში დელს შენი აბსოლუტური თავისუფლება. როდესაც ვინმე გზას გიჭრის მოძრაობისას, ან შეურაცხყოფს შენს შრომას, ან ღალატობს შენს ნდობას, ეს არის სტიმული. საშუალო სტატისტიკური ადამიანი მყისიერად გადადის რეაქციაზე. მრისხანება, თავდაცვა, შურისძიება,
იქ არ არის სივრცე. იქცევიან როგორც ცხოველები, რომლებიც ჩხლეტაზე რეაგირებენ. ისინი მთლიანად რეფლექსებზე მოქმედებენ. შენ უნდა გაწელო ეს სივრცე და მე ახლა ვეგეტყვი როგორ. შენი შინაგანი ჩარჩოს შეცვლით მონაწილეობიდან კლინიკურ დაკვირვებამდე. როდესაც ექიმი უყურებს პაციენტს, რომელიც აღებინებს, ექიმი ამას პირადად არიღებს. ექიმი პირნაღებზე არ ბრაზდება. ექიმი აანალიზებს სიმპტომს. ექიმს ესმის, რომ პაციენტი ავადაა და ეს უწესრიგობა მხოლოდ ამ ავადმყოფობის გვერდითი პროდუქტია. როდესაც ვინმე თავს გესხმის, ისინი საკუთარ არასრულფასოვნების კომპლექსს, თავიანთ ცუდ დღეს, თავიანთ არასრულფასოვან ემოციურ რეგულაციას შენზე ანთხევენ. და შენ რატომ ბრაზდები სიმპტომზე? მარკუს ავრელიუსი, რომის იმპერატორი, მართავდა მაშინდელ ცნობილ სამყაროს. ის ფლობდა აბსოლუტურ ძალაუფლებას, თუმცა ყოველდღიურად უმკლავდებოდა მოღალატეებს, არაკომპეტენტურ გენერლებსა და უმადურ მოქალაქეებს. მას შეეძლო ნებისმიერი სიკვდილით დასჯა, თუნდაც ირიბი მზერის გამო. მისი მთავარი სტოიკური დირექტივა იყო: სასაცილოა, როცა ადამიანი არ გაურბის საკუთარ სისულელეს, რაც ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ გაურბის სხვა ადამიანების სისულელეს, რაც შეუძლებელია. ის თავის ცხოვრებაში არსებულ გამაღიზიანებელ, ტოქსიკურ და აგრესიულ ადამიანებს ისე უყურებდა, როგორც მჭედელი უყურებს ნაპერწკლებს. ბუნებრივი, გარდაუვალი და უნებელი, თუ შესაბამისი წინსაფარი გიკეთია. როდესაც ვინმე უპატივცემლოდ გექცევა, ის კონტრაქტს გთავაზობს. კონტრაქტი ამბობს: მე სულელივით მოვიქცევი და სანაცვლოდ შენ დაკარგავ სიმშვიდეს და ჩემთან ერთად სულელივით მოიქცევი. არ მოაწერო ხელი ამ კონტრაქტს. შეხედე მათ. შეისწავლე ისინი. კითხე შენს თავს, რამხელა შინაგან უბედურებას უნდა განიცდიდეს ეს ადამიანი, რომ ასე სასოწარკვეთილი ითხოვდეს ჩემს ყურადღებას. მოულოდნელად, შენ აღარ ხარ გაბრაზებული. ანალიტიკური ხდები. ხდები მეცნიერი, რომელიც აკვირდება ლაბორატორიის ვირთხას, რომელიც აგრესიულად ტრიალებს ბორბალში. შენ არ ებრძვი ვირთხას, უბრალოდ ჩანაწერებს აკეთებ. ეს მოითხოვს შენგან მოკლა შენი ეგოს ის ნაწილი, რომელიც სულელებისგან პატივისცემას ითხოვს. თუ ქუჩაში ძაღლი გიღებს, შენ 4-ზე ხომ არ დგები და უკან უყებ, რათა შენი დომინანტობა დაამტკიცო? არა. შენ აგრძელებ გზას, რადგან იცი, რომ ადამიანი ხარ, ძაღლი კი ძაღლია. როდესაც ფუნდამენტურად ხარვეზიანი, არასრულფასოვანი კომპლექსის მქონე ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებს და შენ ბრაზდები, შენ ძაღლს უკან უყებ. ამით კი ივიწყებ საკუთარ ბუნებას. ფაზა მესამე. წყენის პათოლოგია. გამოყენებით სტოიციზმში არსებობს კონცეფცია, რომელსაც კონტროლის ტრიქოტომია ჰქვია, პოპულარიზებული ფილოსოფოს უილიამ ირვინის მიერ. ის ყოფს სამყაროს სამ კატეგორიად: რაღაცები, რაზეც გაქვს სრული კონტროლი, რაღაცები, რაზეც ნულოვანი კონტროლი გაქვს და რაღაცები, რაზეც ნაწილობრივი კონტროლი გაქვს. ბრაზი იბადება კონტროლის ილუზიაში. შენ ბრაზდები, რადგან ქვეცნობიერად გჯერა, რომ შეგიძლია გააკონტროლო, როგორ საუბრობენ, მოქმედებენ და ფიქრობენ სხვა ადამიანები. არ შეგიძლია. და იმ მომენტში, როდესაც მოითხოვ, რომ რეალობა შენს ნებას დაემორჩილოს, რეალობა გაგტეხს. იყო ნაწყენი, ეს არჩევანია. ეს ძალაუფლების ნებაყოფლობითი დათმობაა. კატონ უმცროსი იყო რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ცნობილი იყო თავისი პრინციპებითა და რკინის ნებისყოფით. მას სძულდა მისი პოლიტიკური მეტოქეები. ერთ დღეს, როდესაც ფორუმზე სეირნობდა, სასტიკი პოლიტიკური მოწინააღმდეგე მიუახლოვდა კატონს და პირდაპირ სახეში შეაფურთხა. კატონს მისთვის არ დაურტყამს. იარაღი არ ამოუღია, არ უყვირია. მან შვიდად ამოიღო ნაჭერი, მოიწმინდა სახე და თქვა: ნებისმიერთან დავიფიცებ ლენტულუს, რომ ხალხი ცდება, როცა ამბობს, რომ პირის გამოყენება არ შეგიძლია. სხვა დროს კატონს ცხარე კამათის დროს სახეში დაართვეს. როდესაც ის კაცი მოგვიანებით შეშინებული მივიდა ბოდიშის მოსახდელად, კატონმა ცარიელი მზერით შეხედა და უთხრა: არ მახსოვს, რომ დამართვეს. რატომ მოიქცა ასე? სუსტი და ლაჩარი იყო? არა, ის ნამდვილი ციხესიმაგრე იყო, რადგან დარტყმის აღიარება დამთქმელის აღიარებას ნიშნავს. კატონმა უარი თქვა თავისი მტრებისთვის მისი ემოციური რეალობის არსებობის ვალიდაციის მინიჭებაზე. მან სიტყვასიტყვით წაშალა მათი წყენა თავისი გონებიდან, რადგან მისი მიღება ნიშნავდა საკუთარი სტატუსის დაქვეითებას მათ დონემდე. როდესაც ამბობ შენ გამაბრაზე, ამით მარცხს აღიარებ. აღიარებ, რომ არ გაგაჩნია სუვერენიტეტი საკუთარ შინაგან ციტადელზე. ეუბნები სამყაროს, რომ შენი ემოციური მდგომარეობა არის იაფი, მყიფე და ხელმისაწვდომი ნებისმიერისთვის, ვისაც მისი ხელყოფა სურს. ხალხს გონია, რომ ბრაზის ჩვენება მათ სიძლიერეს ამტკიცებს. არ შემეხო, ცუდი ხასიათი მოქვს. ეს სუსტების შეჯვარების ძახილია. ცუდი ხასიათი ცხლის ონკანს გავს, რომელიც წვეთავს.
ეს აჩვენებს, რომ არ გაქვს სტრუქტურული სიმთელე წნევის შესაკავებლად. აჩვენებს, რომ არ გაქვს დისციპლინა ადრენალინის გადასამუშავებლად. დედამიწაზე ყველაზე საშიშ ინდივიდებს არ აქვთ ცუდი ხასიათი. მათ აქვთ დაუსრულებელი, დამაშინებელი მოთმინება. მათ ესმით, რომ ბრაზი ენერგიის ხარჯვაა. რატო უნდა დახარჯო შენი ყველაზე ღირებული რესურსი, შენი ნეიროქიმიური ფოკუსი ვიღაცაზე, ვისაც პატივსაც კი არ სცემ. როდესაც წყენას ისე ეპყრობი, როგორც პათოლოგიას, სუსტების დაავადებას, წვეთ მისით ინფიცირებას. ხვდები, რომ შეურაცხყოფა შენზე არაფერს ამბობს და ყველაფერს ამბობს იმ ადამიანზე, ვინც მას გაყენებს. ეს მათი ხასიათის აღიარებაა და არა შენი კრიტიკა. ფაზა მეოთხე. ფიზიოლოგიური დეფლაცია. ეს კლინიკური დისტანცირება აჩერებს ფსიქოლოგიურ მახეს, მაგრამ რა სიტყვი ფიზიკურ მოზღვავებაზე, რა სიტყვი ადრენალინზე, რომელიც ხელებს გიკანკალებს, გერჩი გიჭერს და ხმას გიბზარავს. შენ არ შეგიძლია უბრალოდ ფილოსოფიით გამოხვიდე ნერვული სისტემის პიკიდან. შენი გონება და სხეული დაუსრულებელი უკუკავშირის მარკუჟია. როდესაც ბრაზი გიტევს, ამიგდალა სიგნალს აძლევს ჰიპოთალამუსს, რომელიც შენს სისხლს კორტიზოლითა და ადრენალინით ავსებს. გულისცემა ჩქარდება, გუგები ფართოვდება, მხედველობა ვიწროვდება. ეს არის გადარჩენის უძველესი მექანიზმი. შენი სხეული ემზადება ფიზიკური ბრძოლისთვის. მას გონია, რომ სიკვდილ სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ შენ არ ებრძვი ვეფხს. საქმე გაქვს პასიურ აგრესიულ თანამშრომელთან, უპატივცემულო პარტნიორთან ან უცნობთან ინტერნეტში. იმ მომენტში, როდესაც გულმკერდში სიმხურვალეს იგრძნობ, შენ უნდა მოახდინო შენივე ფიზიოლოგიით მანიპულირება, სანამ ის შენით მოახდენს მანიპულირებას. აქ არ არის საუბარი ღრმად ჩასუნთქვაზე დასამშვიდებლად. ეს ზოგადი არაეფექტური რჩევაა. საუბარია შენი ცდომილი ნერვის დაჰაკვაზე, რათა ძალით გამორთო პანიკის რეაქცია და დაამყარო მტაცებლური დომინანტობა. სტენფორდის ნეირობიოლოგი ენდრიუ ჰუბერმანი მიუთითებს კონკრეტულ რესპირატორულ მექანიზმზე, რომელსაც ფიზიოლოგიური ამოოხრა ეწოდება. ორი მკვეთრი ჩასუნთქვა ცხვირით, ფილტვების სრულად ავსება, რასაც მოჰყვება გრძელი გახანგრძლივებული ნელი ამოსუნთქვა პირით. სუნთქვის ეს კონკრეტული ნიმუში ათავისუფლებს ფილტვებს ნახშირორ ჟანგისგან და სწრაფად ანელებს გულისცემას. ამას შეუმჩნევლად აკეთებს, სანამ ისინი საუბრობენ, სანამ ცდილობენ შენს პროვოცირებას. შენ სიტყვით აიძულებ შენს ბიოლოგიას მოდუმდეს, სანამ ისინი თავისას აჩქარებენ. უყურე მათ, როცა ამას აკეთებ. რაც უფრო ხმამაღლა საუბრობენ ისინი, მით უფრო ნელდები შენ. შენი სუნთქვა ეცემა, თვალის დახამხამება ნელდება, შენი პოზა დუნდება. შენი სახის კუნთები სრულიად ეშვება. ეს არის აბსოლუტური შემაძრწუნებელი დომინანტობის დემონსტრირება. ცხოველთა სამყაროში მტაცებელი არ ჩქარობს, მსხვერპლი ჩქარობს. მსხვერპლი გარბის, ისრისებურად მოძრაობს, ცახცახებს და პანიკაშია. ლომი კი დადის. როდესაც შენ ძალით აქვეითებ შენს ფიზიოლოგიურ რეაქციას მათი აგრესიის ფონზე, ქვეცნობიერად აძლევს სიგნალს მათ პრიმიტიულ ტვინს, რომ ისინი შენთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. უსიტყვოდ კომუნიცირებ, რომ მათი მრისხანების უმაღლესი დონე ძლივს ფიქსირდება შენს რადარზე. ეს ანადგურებს მათ. ეს თავდაპირველად აცოფებს მანიპულატორს, მაგრამ რაც მთავარია, ეს მათ სრულიად უძლურს ხდის. მათ მთასთან ქარიშხალი მოიტანეს. თას კიტრიმა არ ადარდებს. შენ მათი იარაღი, მათივე უმნიშვნელობის სარკედ აქციე. ისინი წვავენ კალორიებს, უწევთ არტერიული წნევა, აზიანებენ საკუთარ ორგანოებს სტრესის ჰორმონებით. შენ კი უბრალოდ დგახარ, ნელა სუნთქავ და უყურებ, როგორ ანადგურებენ საკუთარ თავს. შენ მათსავე ინერციას მათ წინააღმდეგ იარაღად აქცევ. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა მუდმივი გახდეს, რომ მართლაც ხელშეუხებელი გახდე, შენ უნდა გადააპროგრამო შენი ძირითადი რწმენა ადამიანური ღირებულების შესახებ. უნდა გაიგო ბნელი სიმართლე იმის შესახებ, თუ რატომ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც იქცევიან და რატომ არის სხვა რამის მოლოდინი შენი ტანჯვის საფუძველი. ფაზა მეხუთე. პროვოკაციის ეკონომიკა. უნდა შეტყვიდო ადამიანურ ინტერაქციაზე როგორც სოციალურ გაცვლაზე ყურება. ის ეკონომიკურია. შენი ყურადღება ვალუტაა. შენი ემოციური ბაზისი აქტივია. შენი ნეიროქიმიური ბალანსი შენი კაპიტალია. ყოველდღე დადიხარ ამ უზარმაზარი სიმდიდრით და ყოველდღე ემოციური მათხოვრები გიახლოვდებიან. ისინი ფულს არ ითხოვენ. ისინი ითხოვენ რეაქციას. მათ შენი ფოკუსის ნაწილი უნდათ. მათ სურთ შენი ჩათხევა თავიანთ ქაოსურ, გაღატაკებულ ემოციურ ეკონომიკაში. როდესაც ბრაზდები, შენ ხსნი შენს საცავს და აძლევ მათ შენს ოქროს. და რატო აფინანსებ მათ? რატო ასუბსიდირებ იმ ადამიანების მყიფე ეგოს, რომლებსაც საკუთარი გონების რეგულირება არ შეუძლიათ?
იულიუს კეისარს ესმოდა დომინანტობის აბსოლუტური ვალუტა. როდესაც ის ახალგაზრდა იყო, რომის დიქტატორად გახდომამდე დიდი ხნით ადრე, ის კილიკიელმა მეკობრეებმა ეგეოსის ზღვაში ცურვისას დაატყვევეს. მეკობრეებმა არ იცოდნენ რა ვინ დაატყვევეს, გამოსასყიდად 20 ტალანტი ვერცხლი მოითხოვეს. კეისარი არ გაბრაზებულა. არ უყვირია თავისი გამტაცებლებისთვის და არ უცხევლია საკუთარი უიღბლობა. მან სახეში დასცინა მათ, უთხრა რომ აშკარად არ იცოდნენ ვინ წამოიყვანეს და მოითხოვა გამოსასყიდის 50 ტალანტამდე გაზრდა. 38 წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა თავის გამტაცებლებს შორის. არ შემქრთალა, არ მოუწყვია ისტერიკა. წერდა პოეზიასა და სიტყვებს და ხმამაღლა უკითხავდა მეკობრეებს. როდესაც მათ ვერ დააფასეს მისი ნაწერები, მან შვიდად უწოდა მათ წერა-კითხვის უცოდინარი ველურები. ის მონაწილეობდა მათ თამაშებში, უბრძანებდა მათ სიჩუმის დაცვას, როცა დაძინება უნდოდა და სრულიად მშვიდი სასაუბრო ტონით ის მუდმივად ჰპირდებოდა მათ, რომ როგორც კი გათავისუფლდებოდა, დაბრუნდებოდა და თითოეულ მათგანს ჯვარს აცვამდა. მეკობრეებს ეგონათ, რომ ეს ხუმრობა იყო. ეგონათ, რომ ის ექსცენტრიული, ამპარტავანი მძევალი იყო. ის არ იყო გაბრაზებული. უბრალოდ აცხადებდა ბიოლოგიურ და ისტორიულ ფაქტს. გამოსასყიდი გადაიხადეს. კეისარი გაათავისუფლეს. მან დაუყოვნებლივ შეკრიბა პატარა ფლოტი, გაცურა კუნძულზე, შეიპყრო მეკობრეები, დაიბრუნა თავისი ვერცხლი და სიკვდილით დასაჯა ისინი ზუსტად ისე როგორც დაფირდა. ცივი, ურკრევი, უემოციო სიკვდილით დასჯა. ბრაზი უდლუთა ემოცია. ეს არის თეატრალური წარმოდგენა, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ მეორე ადამიანი დაარწმუნოს შენს საშიშროებაში. მაგრამ ნამდვილ საფრთხეს არ ჭირდება თეატრალური წარმოდგენა. ლომი არ უღრიალებს გაზელს, სანამ თავს დაესხმება. ის უბრალოდ ესხმის. როდესაც ვინმე შენს პროვოცირებას ახდენს, ისინი ამოწმებენ შენს ფასს. მათ უნდათ ნახონ, რა იაფად შეიძლება შენი ყიდვა. ისინი ისვრიან სარკასტულ კომენტარს, პასიურ აგრესიულ შეურაცხყოფას ან პირდაპირ მუქარას და ელოდებიან, გადაუხდი თუ არა მათ შენი მრისხანებით. იმ წამს, როდესაც სახე გიწითლდება და ხმას უწევ, მათ უკვე გირიდეს. ისინი ფლობენ შენი ცხოვრების იმ მომენტს. საკუთარ ენერგიასთან დაკავშირებით ელიტისტის აზროვნება უნდა შეითვისო. გახდი აბსოლუტური სნობი შენი ნეიროქიმიის მიმართ. როდესაც არაკომპეტენტური მენეჯერი, ტოქსიკური ნათესავი ან მანიპულატორი პარტნიორი ცდილობს შენს წამოგებას, შეხედე მათ როგორც ცუდ ინვესტიციას. შეხედე მათ პროვოკაციას, როგორც საშინელ ბიზნეს შეთავაზებას. შენ გინდა რომ მე შევწირო ჩემი სიმშვიდე, ავიწიო კორტიზოლი და დავიქრეითო ინტელექტი მხოლოდ იმისთვის, რომ ვიგამათო შენთან იმაზე, რასაც 72 საათში მნიშვნელობა აღარ ექნება. მოთხოვნა უარყოფილია. ამას ხმამაღლა არ ამობ, შენ ამით ცხოვრობ. ტოვე პროვოკაციას, ჰაიაში გამოკიდებულს, პასუხგაუცემელს, უხიდოს, რომელიც ელპება თქვენ შორის არსებულ მაგიდაზე. ფაზა მე-6. პროექციული იდენტიფიკაცია და ვირუსის გადაცემა. ბრაზის წინააღმდეგ ჭეშმარიტ იმუნიზაციისთვის უნდა გესმოდეს თავდასხმის ბნელი ფსიქოლოგიური არქიტექტურა. როდესაც ვინმე შეურაცხყოფას გაყენებს, ფიქრობ, რომ შენზე საუბრობენ. ეს შენი ეგო გატყუებს. ეს კოგნიტური ილუზია. ფსიქოანალიზში არსებობს თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ცნობილია როგორც პროექციული იდენტიფიკაცია. ეს არის შემაძწუნებელი, თითქმის პარაზიტული ფენომენი. როდესაც ადამიანს აქვს დამსხრეული, დამპალი, შინაგანი სამყარო, როდესაც შთანთქმული არიან სირცხვილით, არაადეკვატურობითა და საკუთარი თავის სიძულვილით, მათ არ შეუძლიათ ატარონ საკუთარი ფსიქოლოგიის სიმძიმე. შინაგანი წნევა ძალიან მძიმე ხდება. გადასარჩენად მათ უნდა მოახდინონ ამ ტოქსიკურობის ექსპორტი. მათ უნდა იპოვონ მასპინძელი. ეძებენ ვიღაცას, ვინც სტაბილურია, მშვიდია, ვინც წარმოადგენს იმ სიმშვიდეს, რომლის მიღწევის ფუნდამენტური უნარიც თავად არ აქვთ. შემდეგ კი ესხმიან თავს. ამბობენ რაღაც სასტიკს, კვეთენ საზღვარს, აკნინებენ შენს მიღწევებს. რეალურად ისინი თავს არ გესხმიან. ისინი მონაცემთა გადაცემას ცდილობენ. ცდილობენ მათვირთონ თავიანთი შინაგანი ვირუსი შენს აპარატურაში. მათ უნდათ გაგრძნობინონ ზუსტად ის შფოთვა, უსარგებლობა და მრისხანება, რასაც თავად გრძნობენ. თუ შეძლებენ დაგაკარგვინონ კონტროლი, განიცდიან შვების დროებით, ავადმყოფურ შეგრძნებას. ამით მათ წარმატებით გადმოცალეს თავიანთი შხამი შენზე. იმ წამს, როდესაც ბრაზდები, ატვირთო დასრულებულია. შენ დაინფიცირდი. შენ ახლა მათ ფსიქოლოგიურ ნაგავს ატარებ. ხედავ ამის აბსოლუტურ და საშინელ ტრაგედიას. ყოველდღიურზე, როცა სხვისი უპატივცემულობის გამო წყობიდან გამოდიხარ, მოქმედებ როგორც ემოციური ნაგავსაყრელი განადგურებული ადამიანისთვის. მათ სიკეთეს უკეთებ საკუთარი ნერვული სისტემის ხარჯზე. გაინტერესებს, როგორ უნდა დაბლოკო ეს გადაცემა.
ცვლის შენს აღქმას თავდაცვიდან კლინიკურ სიბრალულამდე და არა ემპათიამდე. ემპათია აქ საშიშია. ის მოითხოვს შენგან, იგრძნო მათი ტკივილი. შენ არ გჭირდება მათი ტკივილის შეგრძნება. კლინიკური სიბრალული კი ცივია. ეს არის ის, თუ როგორ უყურებს მკვლევარი მიკროსკოპის ქვეშ მომაჯადოებელ, მაგრამ განწირულ ორგანიზმს. როდესაც ხმას უწევენ, არ შეხედო მათ ბრას, შეხედე მათ სისუსტეს, შეხედე მათ გონებაში სასოწარკვეთილ მოფართხალე ბავშვს, რომელიც ყვირის ვალიდაციისთვის. დაუსვი შენს თავს რიტორიკული შეკითხვა გონებაში. რა საცუდავი უნდა იყოს ეს ადამიანი? რა საშინელი უნდა იყოს მათი შინაგანი მონოლოგი, რომ იძულებულნი არიან ასე მოიქცნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ თავი ცოცხლად იგრძნონ. უყურე, რა ემართება შენს ბრას, როდესაც ამ პრიზმიდან იყურები. ის ორთქლდება. შენ არ შეგიძლია გაბრაზდე მასზე, ვინც კლინიკურად გებრალება. შენ ვერ იგრძნობს საფრთხეს ფსიქოლოგიური მათხოვრისგან. შენ მათ მყისიერად არ თმევ ძალაუფლებას. მათ უნდათ, რომ აღიქმებოდნენ როგორც საფრთხე, დამპყრობელი, დამაშინებელი ძალა. როდესაც მათ მსუბუქი ანალიტიკური ცნობის მოყარეობით უყურებ, შენ მათ რეალობას უარყოფ. შენ მათ უყურებ როგორც სიმპტომს და სიმპტომები არ იმსახურებენ ბრას. ისინი იმსახურებენ დაკვირვებას. ფაზა მე-7. ასიმეტრიული თანხმობა და კინეტიკური აცილება. რა ხდება მაშინ, როდესაც უბრალოდ ვერ დააკვირდები? რა ხდება, როცა იძულებული ხარ ინტერაქციაში შეხვიდე? როდესაც მანიპულატორი დგას შენს წინ, გამწყვდოს კუთხეში და ითხოვს პასუხს. შენ არ გამათობ, შენ თავს არ იცავ. თავდაცვა მოწყვლადობის აღიარებაა. როდესაც იცავ ქმედებას, შენ ირიბად ეთანხმები, რომ მეორე ადამიანს აქვს მორალური ავტორიტეტი, რომ განგსაჯოს. არასოდეს მისცემად მოსამართლის ჩაქუჩი. ნაცვლად ამისა, გამოიყენე ასიმეტრიული თანხმობა. ფიზიკაში თუ ობიექტი შენკენ მოკრის, მყარად დგომა და მისი დაბლოკვის მცდელობა შთანთქავს სრულ კინეტიკურ დარტყმას. ამ დროს შენ იღებ ზიანს, მაგრამ თუ ოდნავ გვერდზე გაიწევი და ობიექტს იმ მიმართულებით გაქაჩავ, საიდანაც ისედაც მოძრაობდა, ის კარგავს წონასწორობას და საკუთარი ინერციის ქვეშ ინგრევა. ეს ფსიქოლოგიური ძიუდოა. როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, ისინი წინააღმდეგობას ელიან. მათ მომზადებული აქვთ კონტრარგუმენტები, მზად არიან შენი უარყოფის დარტყმისთვის. ამიტომ წაართვი მათ ეს დარტყმა. დაეთანხმე პრემისას, მაგრამ გააძლიერე ის აბსოლუტური, შეუბრალებელი დაუნდობლობის ხარისხამდე, რომელიც მათ twins მოკლე ჩართვას უკეთებს. დაუშვათ ტოქსიკური ნაცნობი გეუბნება. შენ ისეთი ამპარტავანი ხარ, მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე ზრუნო. ჩვეულებრივი ეგოისტი ხარ. ეგოზე დაფუძნებული საშუალო პასუხი იქნებოდა: ეს არ არის მართალი. მე ყოველთვის ვეხმარები ხალხს. უბრალოდ ეხლა ფოკუსირებული ვარ სხვა რამეზე. როგორ შეგიძლია ამის თქმა? შენ ახლახან კედელს დაეჯახე. ახლახან დაამტკიცე, რომ მათ შენზე იმოქმედეს. ასიმეტრიული თანხმობის პასუხი კი ასე ჟღერს. შეხედე პირდაპირ თვალებში, სრულიად მშვიდად და უთხარი. მართალი ხარ. მე აბსოლუტურად შეპყრობილი ვარ საკუთარი ტრაექტორიით და ყველაფერზე წინ ჩემს რეალობას ვაკენებ. მერე რა გინდა რომ თქვა ამით? უყურე როგორ ჩერდება მათი კოგნიტური მექანიზმები. მათ ამისთვის სცენარი არ აქვთ. მათ დაგეგმეს თავდასხმა, რომელიც სირცხვილის გამოსაწვევად იყო გამიზნული, მაგრამ შენ უბრალოდ გამოართვი იარაღი ხელიდან, შეათვალიერე, დაეთანხმე რომ ბასრია და უკან დაუბრუნე. შენ წინააღმდეგობა მოხსენი. თუ ვინმე გეტყვის, ისე იქცევი თითქოს ყველაზე უკეთესი იყო. უპასუხე. მე საკუთარ თავს უწესებ ისეთ სტანდარტს, რომელსაც ადამიანების უმეტესობა არაკომფორტულად მიიჩნევს. თუ ვინმე გეტყვის, შენთან საქმის დაჭერა შეუძლებელია. უპასუხე. მე მაქვს ნულოვანი ტოლერანტობა მედიოკრობის ან მანიპულაციის მიმართ. თუ ეს რთულს მხდის, მაშინ მე უკიდურესად რთული ვარ. გძნობ ამაში ძალას. ეს არის საკუთარი ჩრდილის სრული შეიარაღება. შენ იღებ იმ თვისებას, რომლის შენს წინააღმდეგ იარაღად გამოყენებასაც ცდილობენ. სრულად ითვისებ მას და არ თმევ მის მორალურ წონას. ეუბნები მათ. შენ ვერ შემარცხვენ, რადგან არ ვიმალები. ვერ გამომააშკარავებ, რადგან უკვე სინათლეში ვდგავარ. მანიპულატორი საზრდოობს შენი ფარული კომპლექსების აღმოჩენით. როდესაც სიხარულით მიართმევ შენ სავარაუდო ნაკლოვანებებს ვერცხლის ლანგრით, ისინი ხვდებიან, რომ აბსოლუტურად არანაირი ბერკეტი არ აქვთ. შეურაცხყოფა ჰაერში გვდება. შენ რჩები უშფროთველი, გულისცემა სტაბილური გავს, სუნთქვა ნელი. შენ დაამარცხე ისინი, მათივე ენერგიის გამოყენებით. ფაზა მე-8. ეგოს სიკვდილი. გაინტერესებს, რატომ მუშაობს ყოველივე ეს? რატომ ქმნის კლინიკური სიბრალული, ფიზიოლოგიური კონტროლი და ასიმეტრიული თანხმობა ხელშეუხებელს? იმიტომ, რომ ისინი მოითხოვენ შენგან,
მოკლა ის ერთადერთი რამ, რაც სუსტად გაქცევს, შენი ეგო. გასწავლეს, რომ დავიცვა ეგო, აიმაღლო თვით შეფასება, დაიცვა ღირსება, ეს მახია. ეგო არის შენს მკერდზე დახატული სამიზნე. რაც უფრო დიდია შენი ეგო, მით უფრო დიდია სამიზნე. რაც უფრო მეტად ზრუნავ იმაზე თუ როგორ აღგიქვამენ, მით უფრო მეტ ზედაპირს აძლევს სამყაროს შენზე დასათქმელად. თუ გინდა იყო ჭეშმარიტად იმუნური ბრაზის მიმართ, შენ უნდა გახდე მოჩვენება სოციალურ იერარქიაში. უნდა მიხვიდე ისეთი სასტიკი, ურხევი თვითშემეცნების წერტილამდე, რომ სხვების მოსაზრებები სიტყვასიტყვით ირელევანტური გახდეს შენი ბიოლოგიურ მდგომარეობისთვის. მარკუს ავრელიუსს, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, ჰქონდა პრაქტიკა, დაეშალა დიდებული რამეები მათ ყველაზე საბაზისო, არაშთამბეჭდავ კომპონენტებად. ის შეხედავდა ძვირად ღირებულ ვინტაჟურ ღვინოს და ეტყოდა თავის თავს: ეს მხოლოდ ფერმენტირებული ყურძნის წვენია. შეხედავდა მეწამულ იმპერიულ სამოს და იტყოდა: ეს მხოლოდ ცხურის მატყლია, რომელიც მოლუსკის სისხლით არის შეღებილი. მან ჩამოაშორა სამყაროს ღირებულების ილუზია. შენც ასე უნდა მოიქცე ადამიანების მოსაზრებებთან დაკავშირებით. როდესაც ვინმე თავს გესხმის, ჩამოაშორე ილუზია. რა ხდება სინამდვილეში? ტანსაცმელში გამოთხოვილი პრიმატი ავიბრირებს თავის ხმის იოგებს ბგერითი ტალღების წარმოსაქმნელად. ეს ბგერითი ტალღები ეცემა შენს დაფის აფქს. ეს არის შეურაცხყოფის მთელი ფიზიკური რეალობა. ეს მხოლოდ ხმაურია. ეს მხოლოდ ოთახში მოძრავი ჰაერია. რატომ აძლევ ვიბრირებად ჰაერს უფლებას, დაგირღვიოს არტერიული წნევა? რატომ რთავ ნებას ხარვეზიანი, მომაკვდავი ძუძუნწოვრის, ცუდად ფორმულირებულ ფიქრებს დაგარწმუნოს შენივე ემოციური სუვერენიტეტის მიტოვებაში? ეს აბსურდულია, როდესაც ამას მათემატიკულად უყურებ. ადამიანები, რომლებზეც ბრაზდები, აქვთ მათი ცხოვრება, რომელიც შენ გინდა. ფლობენ ისინი გონებას, რომელსაც პატივს სცემ. არიან ისინი საკუთარი ბედისწერის ბატონ-პატრონები? თითქმის ყოველთვის პასუხია: არა. ისინი არიან ქაოსურები, უდისციპლინოები და უბედურები. მაშ რატომ განაღლებს არაკომპეტენტურების განსჯა? რატომ გინდა პატივისცემა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პატივს არ სცემ? ეს ადამიანური სისულელის პარადოქსია. შენ სასოწარკვეთი თითხო ვალიდაციას სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სულელებად თვლი. მოკალი ეს სურვილი. როდესაც წყვეთ მოთხოვნას, რომ სამყარომ დაგინახოს, თავისუფალი ხდები. მიეცი მათ უფლება არასწორად გაგიგონ. მიეცი მათ შენი განსჯის უფლება. მიეცი უფლება იფიქრონ, რომ ხარ ამპარტავანი, ცივი, რთული, ან უცნაური. მათი აღქმა არ არის შენი რეალობა. მათი აღქმა მათივე გონებრივი ციხეა. დატოვე ისინი მასში. ეს არ არის აზროვნება, რომელსაც ერთ ღამეში ითვისებ. ეს არის ნევროლოგიური გადაპროგრამება. ეს არის რკინის ციტადელის გამოჭედვა შენი თავის კალაში. შემდეგ ჯერზე, როდესაც ტრიგერს გამოკრავენ, შემდეგ ჯერზე, როდესაც უპატივცემულობა დაგატყამს, შენ არ მოახდენ რეაგირებას. შენ იგზნობ უძველეს, პრიმიტიულ ტოლვას საპასუხო დარტყმისკენ. იგზნობ სიმხურვალეს მკერდში და გაჩერდები. შენში ასრულებ ორმაგ ჩასუნთქვას. დააგდებ სუნთქვის ტემპს. შენს წინ მდგომ ადამიანს შეხედავ არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც მომაჯადოებელ ფსიქოლოგიურ ნიმუშს. დააგვირდები მათ მოფართხალე ეგოს. იცნობ იმ ვირუსს, რომლის გადმოცემასაც ცდილობენ. გვერდზე გაიძევი, დაეთანხმები. მისცემ მათ ინერციას უფლებას, კლდიდან გადაჩეხოს ისინი. შენ კი დარჩები სრულყოფილად, შემაძრუნებლად უძრავი. სამყარო მოულოდნელად სხვანაირი გამოჩნდება. დაინახავ ძაფებს, რომლებიც ყველა სხვას აბია. დაინახავ რა ადვილად მანიპულირებენ მათით, რა სწრაფად მიხავთ ისინი მრისხანებამდე იაფფასიანი პროვოკაციებით. დაინახავ ემოციური მონობის მატრიცას, რომელშიც დანარჩენი კაცობრიობა ცხოვრობს. მაგრამ შენ მის გარეთ იქნები. მიხვდები, რომ ნამდვილი ძალა არ არის სხვისი განადგურების უნარი შენი ბრაზით. ნამდვილი ძალა არის უყურებდე ადამიანს, რომელიც აქტიურად ცდილობს შენს განადგურებას და საერთოდ არაფერს გრძნობდე. ხდები რეაქციის სიცარიელე და ამ სიცარიელეში პოულობ ტოტალურ კონტროლს. მაგრამ როდესაც დაიწყებ ამის პრაქტიკაში გამოფენებას, როდესაც ააშენებ ამ იმუნიტეტს გარე სამყაროს მიმართ, შემაძრწუნებელი გაცნობიერების წინაშე აღმოჩნდები. როდესაც სხვა ადამიანების მოსაზრებების ხმაური საბოლოოდ მიჩუმდება, როდესაც აღარ გფანტავს ის ბრაზი, რომელსაც ოდესღაც იწვევდნენ შენში, შენ სრულიად მარტო რჩები საკუთარ გონებასთან. და შენ უნდა გკითხო საკუთარ თავს, მათზე ხარ გაბრაზებული, თუ საკუთარ თავზე იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში აძლევდი მათ შენთან წვდომის უფლებას. მადლობა, რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი, რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა,
მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.